Საქსტატის 2024 წლის მონაცემებით საქართველოში არის 3.929.591 მაცხოვრებელი. აქედან განაწილებულია შემდეგნაირად: ქალაქის მაცხოვრებლები არიან 2.500,000-ზე ცოტა მეტი, 500-ზე მეტი ქალაქის მაცხოვრებლები და სოფლის მაცხოვრებლები 1.400,000 დაახლოებით ციფრები. ნუ შეფარდება თქვენ ხედავთ რომ არის ძალიან დიდი რა ქალაქის მოსახლეობა ბევრად ჭარბობს სოფლის მოსახლეობას. ანუ რაღაცა ტენდენცია ჩანს რომ სოფლის მაცხოვრებელთა მიმართ არის რაღაცა პრობლემა. საქართველოში არის 3.617 სოფელი. აქედან ამ 3.612-დან 200 სოფელი საერთოდ დაცლილი და ფაქტიურად აღარ არსებობს. მარტო სახელია დარჩენილი. 278 სოფელში 10-ზე ნაკლები მაცხოვრებელია, მაგრამ აი ამ 278-ში დაახლოებით 50 სოფელში ერთი ადამიანი ცხოვრობს მარტო. ისინი სულ ყველა ამ 278 სოფელში არიან ხანში შესულები და მოხუცებულები. ანუ ფაქტიურად ეს ციფრიც დაემატება ცოტა ხანში მერთვადით ხანს აცოცხლოს ყველა, მაგრამ დაემატება დაცილ სოფლებს. ხოლო აი შედარებისათვის უნდა ვთქვათ, რომ 2014 წლის მაჩვენებლით ასეთი სოფლები დაცლილი და ის 10 კაცზე ნაკლებად მცხოვრები იყო სულ 250, ანუ 10 წელიწადში მოიმატა ფაქტიურად ორჯერ. საქართველოში არის 10 დიდი სოფელი. და ეხლა აქ მინდა მიაქციოთ ყურადღება თქვენ რომ აი ამ 10 სოფლიდან 4 სოფელი არის სუფთა ასეთი აზერბაიჯანელებით დასახლებული. ანუ მე ჩამოვთვლი ახლა ყიზილ აილო მარნეულის მუნიციპალიტეტი, ყარაჯალა, თელავის მუნიციპალიტეტი, ქესალო, გარდაბნის მუნიციპალიტეტი და ფონიჭალა, ისიც ესე ვთქვათ, ქალაქის იმაში მოექცა, მაგრამ იქაც აზერბაიჯანელები დასახლდნენ. ეს მოსახლეობა დანარჩენი ქართულებია სოფლები, მაგრამ უნდა შევხედოთ ამ ციფრებს დაახლოებით, ესე იგი ამ მთლიანი 10 სოფლის რაოდენობიდან 40% არის ეს 4 სოფელი. წარმოგიდგენიათ რა, როგორი რამხელა უზარმაზარი ციფრია ამ ქართველებთან შედარებით. 40% დიდი სოფლების არის სუფთა აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული. მე ახლა რა თქმა უნდა აქ იმას ეროვნულ შულს არ ვაღვივებ, მე უბრალოდ ციფრებით მინდა ვისაუბრო, როგორ არის, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ამ თემის მიმართ გუგრილი. და აი გუგლობა ჩანს პირველ რიგში იმაში, რომ გვახარეს ჩვენ ხომ 2024 წლის მონაცემით 250,000-ით გაიზარდა ჩვენი, ესე ვთქვათ, მოსახლეობის რაოდენობაო. მაგრამ აქ უნდა დავსვათ კითხვა, ვის ხარჯზე იზრდება ეს რაოდენობა? ქართველების ხარჯზე იზრდება? არა, იმიტომ რომ ჯერ ერთი აღწერა ტარდება, საოცარი რაღაცა ხდება. ეთნიკური ჯგუფები არ არის იქ, ესე ვთქვათ, დასახელებული და მეორეც ჩვენ გვაქვს ძალიან მანკიერი, ესე ვთქვათ, პროცესი იმისა, რომ პასპორტში ადრე იწერებოდა ეროვნება. ანუ უიცოდით ჩვენ ყოველთვის რამდენი კაცი ცხოვრობს ამ ეროვნების, ამ ეთნიკური ჯგუფის და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ ეს არ ვიცით, ფაქტიურად წარმოუდგენელია, რომ მაგაზე ჩვენ ახლა ვისაუბროთ, ამდენია ქართველი, ამდენი ის და ასე რაღაცა ზოგად ციფრებს შეიძლება ვასახელოთ, ხო? მე ვფიქრობ, რომ აი იმ დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რომ სოფლები იცვლება და იცლება ამას აქვს სხვადასხვა მიზეზები. და პირველი მიზეზი ამისი არის, რომ სოციალური თუ პოლიტიკური მიდგომა ხელისუფლებისა არ არის, ესე ვთქვათ, ჩამოყალიბებული სწორად, რადგან სოფელს
გამოცვლილი აქვს ფაქტიურად განვითარების გზა. და აქედან გამომდინარე, თუ ეს გზა არ ხორციელდება, თუ არ არსებობს პროგრამა, გამოდის რომ ჩვენ ესე იგი ხელს ვკრავთ სოფლის მოსახლეობას, მიგდებულია ეს თემა და იძულებულები არიან ეს სოფლის მაცხოვრებლები ან ქალაქში ჩამოვიდნენ სამუშაოდ და ასეც ხდება, ან მე ამის შემდეგ ქალაქიდან წავიდნენ მე უცხოეთში. და ამის საფუძველზე ესე იგი სოფელი იცვლება და იცვლება.